შავტუხა გიდიაგერ. ეკი. ეკი პატარა. საوارელია. მეგობრებო, 3 ცალი ნახერხი ვიყიდე, გოჭისთვისაც არის და საზუნისთვისაც. თხივა ვიყიდე ასევე გოჭისთვის და გოჭის საჭმელი ვიყიდე, რომელიც საზუნასაც ეჭმევა. და აი всё. ეგაა ძმაო. მეტი რა ვქ. წავედი ახლა სახლში. ებაგრიშკები ევიტან და მე დათოია სამყოფ. საცობია ხარ, რა ვიცი რატო ასეთ საცობი. არასდროს ყოფილა მაგას ასეთი. ვიტანეთ მეგობრებო 4-ვე საბურავი. აი მე ან მკითხოთ რა ისედე ვიღალე. ძანდრო 4-ვე ამევიტანეთ მანქანა ეგე. ხოდა ხანი ვისეთ ახლა არიცი, წვიმა რო დაიწყება, ამაში არ მინდა შევიდეს. წვიმა და ამას რაღაცას გადავაფარებ მე ზემოდან. იმიტომ ამ გეში გროვდება წვიმები. წყალი გროვდება და ალმე რა სიცხეა ღმერთო. არა. ეს კარები კაი სიგრილე იყო და მაგას ხო გასიგრილე შემოდის. ეგარები და შემოდის სიგრილე. ეს ნაგავი რა არის? მოდი დამახვედრე ეს ნაგავი. აქედან კაი სიგრილე შემოდის და იყო სეგიღია. ხანი ძალიან ცხელა დედა. ხელები დავიბანე. სარეცხები ამოსარეცხი. ეხლა მინდა რო გევიდე და თოიას უნდა ის რო მოცელოს დებიამისის საფლავი და მანქანა უნდა გევიყო, მაგრამ მართლა ხმარის ტრაკნა უგვა. ეგ უკვე აღარ ვიცი. ახლა მოუტანე გოჭებს საჭმელი. 19 ლარი დავხარჯე მოგობრებო გოჭებზე. იმან პაგრიშკებზე ხომ ითხრა 15 ლარი ხელობა დაიგი, რა ქვია? 110 ლარი ორი პაგრიშკა. ჯამში 150 გადავიხადე. საბურავების 110 და ხელობა 30 გამომასვა. ანუ ატყობის საფასურისო. საბურავების ატყობისო. რა ვიცი მე. გამოვა. გამაინოსი. მივე ცოტა რამე იქნა. წავედი ახლა წყალი უნდა გადევივლო მე. იმიტომ რომ ძალიან ხო ამას ვეცხავ უნდა შევე. ვიცი? საზუნის საჭმელია, მაგ და გოჭსაც ერჭმევა. ორივე ჭამს. ამიტომ საზუნას ჩაუყარე. რაღაცა ძვირიანი საჭმელი ქონდა. 13 ლარიანი ქონდა და 10 ლარს უღო. ოკეი, რა თავი. მე გავიცხავთ. დევიწვით რა მე რეცხავება. სადა ის საჭმელი? ეს თივა მეგობრებო და ეს გოჭის საჭმელიცაა და საზუნი. ხო, ჩაუყარი ამასაც. ამ თივას მე ჩაუყრი, ხახან არ დაყაროთ ეს თივა. მე ჩაუყრი და ეს 3 წელი ნახევრის წამევილი. მეგობრებო, ამევისუნთქე ცოტა, დევიბანე, ცივ წყალში, ჩავშხვაშხვანშალდი კარგად. და აგერ გაგრილებას ავზივარ ვენტილატორთან გრილდები. სოველი მაცვია ყველაფერი, ტრუსიკის სოველი მაცვია, ზევით ამას ყველაფერი ვიბანე, გამევედი. საშინლად ცხელა, ცოტა მზე შევიდა, ახლა სარეცხი შევყარე, რომ გავრეცხო, გავფინო. სახლი კიდე დავალაგე, მოვწმინდე, დავხვედე, ცოტა დასალაგებელი იყო. აიო. ის გამოდის. აი არ განახეთ ახ გული არ აგერიოთ. აქედან ცოტა ისინი გამოდის ხოლმე და ხო ეს ველი კაი წევიდა საცხა, რა ვიცი, საწევიდა ბოალ მალეო. ეს ვერ სახში გადევიდა, გასაგებინა დაუტოვე პატრონესო. კაია რო წევიდა, ტიტველი ვარ. ხო და ესენა მოაკიჩევით, რომ ახლა კიდე მაღაზიაში შევიდეთ, ახლა მაღაზიაში ვერ მოვახერხე შესვლა ამის გამო. ვაიმე, მარა კიდე კაი. 30 ლარი რომ მოხსენი, ხო იცი?
ეგოს დათილარი მე და შორტიკში და ეგ შორტიკი გასარეცხი იყო და ჩავაგდეგერ კალათაში სარეცხი ხო შევყარე გასარეცხად კიდე გაიხე შორტიკი არ შემიგდია თორე ხო გავიფუშდებოდა ის 30 ლარი გო ამეიღე მანახე აგერა შორტიკი მომეცი ეცადე უკანა ჯიბეშია ამშერა მისა თეთრ აგერ არის ხო და მე გამისველდებოდა და ხო მეეხდებოდა პატრონი არ დამჭირდა მაგ 30 ლარი საფულე არ მიდა საფულე იქ და აგ დადები და შევიდა ხავე ხო და ჩავალახა მაღაზიაში რავე საჭმელს ვიყიდი ის გუშინ ეს ნაკეცები მეეწოდა თავგესთან და ხო მაგ ნაკეცებს ვიყიდი ახლა ვერ მოვახერხე წეხან შესვლა მაღაზიაში მე საბურავები რო იყო ამოსატანი და შევიდეთ ახლა და მაგი ნაკეცები ვიყიდოთ მეგობრებო ამ ნერვიულობაზე ერთი ენერგეტიკული კი შემომელია მანქანა რო გავაღეთ ერთი დავლი მეცდარებას არ ვაპირებ ისა რა ქვია ვერ გადევიღე ბევრი ანუ დეტალებს რაფერ მოგიყვი ანუ დეტალურად რომ მოგიყვეთ რა და მემართა ახლა დღეს მეგობრებო ანუ საფხულის საბურავები ხო შევიტანე საფხულის საბურავები რო ჩავიტანე მანქანა არ გამიღია გავაღე პირდაპირ ბაგაჟნიკი ჯერ იმიტომ რომ ბაგაჟნიკში უნდა ჩაგვედო საბურავები ლიკაიას მახდა ხო და ბაგაჟნიკი რო გავაღე ეს მანქანის გასაღები შიგნით ბაგაჟნიკში ჩავდები მეგობრებო დავდები რა გაღებულში შიგნით ჩავდები ხო და მე ლიგაიამ ჩაალაგა ეს საბურავები ბაგაჟნიკში ამ დროს მოვიდა ის ქალმა მოაყენა და მანქანა იმ გოგომ რომელმაც გამომეხმაურა მიცნოდა ბავშვებს კინდერები და ისენი უყიდა რა ქვია ნაყინები მაგას რო დაუწყე ლაპარაკი და მთებები ხო სულ გადამავიწყდა ეს გასაღები ბაგაჟნიკში რო დავტოვე და სულ არ მიფიქრია ის რომ ეს დაახურებდა თავს ხო და ველაპარაკები ამ გოგოს შევყევი მაღაზიაში რომ ნაყინი უყვარს ბავშვებს რომ შემომყევიო გეხორწებიო შევყევი მოკეთ ძალიან მაგარი ქალი იყო ის ქალი მან გეიხაროს ბათუმში მივდივარო ეხლაო ჩემი ბინა მაქვსო იქაო და ესაო რა ქვია იმას ასასმებლად მივდივარ და მე უთხარი როგორ ვშურს მე უთხარი თქვენ ძალიან შურს თქო და ერთ ისე დამლოცა და ისე მითხრა რომ ყველაფერი მოკლედ და დამემშვიდობი ამ ქალს ის ქალი წავიდა თავის გზაზე ხო და თეკლა გამოუშვი სახში და გევიხედე მანქანისკენ და მანქანა არის ლიგაიას დაუხურებია უკვე ბაგაჟნიკი და მეუბნები მაგ გასაღები ამოიღე თქო და რა გასაღებია და მეთქი იქ იყო გასაღები მეთქი და ვერ დაუნახი ამას და დეიკე და მეგობრებო ეს ბაგაჟნიკი მანქანა თვითონ დაკეტილი იყო მარტო ბაგაჟნიკი იყო და რაღაც ბაგაჟნიკი დაკეტა ამან ხო ავტომატურად შეიკეტა მანქანა ისევე მთლიანად მერე გამევიარე საათნახევრიანი წამება მერე არ ვიცი ცალკე ამას რაც ვაგინე რა ვიცი მე ამის სირაბრალია ხوارდა ესიზლებოდა იქ რო გასაღები იყო მაგრამ რას დამიკეტა სულ ასეთები მემართება ამის გვერდზე რო ვარ გევიქეცი მერე იქითკენ მერსედესი ეყენა და ზღორს უთხარი ასე მოუყევი ეს ამბავი გეხორწები რაღაცნაირად იქნება გამაღებიო თქო ვერ დამეხმარა ვერანაირად მერე მეთქი შევროლეტმა გამოიაროს რამე მთქო და იქნება შევროლეტის გასაღები რაღაცნაირად წავიდეს მეთქი ჩემი ფირმის გასაღები ვიღაცა შევროლეტი დევინახე ჯერ ძლივს გააჩერა ხელი რო დაუქნია ვიღაცა ისეთი უჟიმური კაცი იჯდა შიგნით გეგონება ვალი მქონდა მისი და მოუყევი ის ჩემი გაჭირება იგი და მიქნიას თავი არაფრის თქველი თავი არ გააღებს და წავიდა ეგრევე გადმოდი მომიკითხე შედასაწოვებელი კაცი იყო ვიღაცა მიაჯვა ძაღლმა ხო და მერე ჰაი კიდე ჩემბედზე ისა რა ქვია იმას ნაცნობმა გამეიარა გოგაიამ გამეიარა ამან უკანა მინის ამოღება ცადა და ვერ გამოუვიდა მერე ნაცნობი ბიჭი იყო აქანა ნაცნობი ბიჭი გადმევიდა მე დამინახა და გადმევიდა ამან სინამინდაო დევიწყეს სინისებნა ამასობაში ჩემი მეზობელი ჩამევიდა ქვებო თავის საქმეზე მიდიოდა და იმას ვთხოვე დახმარება და მაგ ქალმა გეიხაროს ხილბოსტანი აქ აგერ წინ თლად გავგიჟდი გადევიდე ურთიერთობა მე და მაგ ქალს არა გვაქვს ადრეს საცხა 1 წლის უკან პადიეში შევაშინე შემთხვევით და ვიჩხუბეთ მე რა ანუ გამიხეთქა გულიო და მე ვთხარ ძალით ხო არ მინდოდა რა იყო რას მიყურებ მასე თქვა და მოკლედ მე გამოვლანძღეთ რა ერთმანეთ გამოვლანძღე და მაგრამ ხო იცი ანუ გაჭირვებაში ისეთი ადამიანი გეხმარება რო არ ელოდები დედას ვიცავარ ამ ქალმა გეიხარო სულ არ ყოფილა გლახა ქალი ცოტა ისეთი შთაბეჭდილება მქონდა ამ ქალზე რომ გამარჯვებასაც არ მეუნებოდი რო ხვდებოდი ხოლმე ხო და დამეხმარა ამ ქალმა გეიხაროს
დამაწყებინა სინისებნა გამომყვა ყველგან მე აქ წიხილბოსტანი აქ ეს სინა რაღაცა სინა მაპონია და ეს სინა არ გამოგვადგა უფრო გრძელი მინდაო იმ ბიჭმა მითხრა და მე წევიდა ეს ხალი ხილბოსტანში წევიდა მეგობრებო აქვე წინა აქვს ხილბოსტანი ხო და ისა რა ქვია გამეიტანა დიდი სინა მე ვიდა მოკლედ რაც შეეძლო რა ვიცი გულშემატკივრობდა მაგალმა გეიხაროს მაგრამ სამწუხაროდ ვერც მაგ ხალის სინამ ვერ დაგვეხმარა სამწუხაროდ და ვერ დამეხმარა ვერც ეს ხალი საბოლოო ჯამში ვერც ეს ბიჭი ვერ დამეხმარა წევიდა ანუ მეჩქარებაო გულიანად 1.5 საათი იჩალიჩა მაგრამ წევიდა რა საქმეზე დავჭით ისევე მე და გოგაია მე აგერ წინ ისა რა ქვია ფეხსაცმელების ის არის რა ქვია გამკეთებელი საბოჟნიკი თუ რას ეძახიან გადავარდით მაგკაცთან მაგკაცი გადმევიდა ოპელის გასაღები გადმეიტანა არ წევიდა ჩვენ მანქანაზე მე სინა გადაამბა ორი პატარა სინა ერთმანეთზე ვერ დაგვეხმარა მე გამეიტანა დიდი ხარდანის ცილა და საბოლოო ჯამში მეგობრებო გოგაიამ ანუ ჩემს მანქანაზე ავტომატურად ჩაკეტვა გაღების ხილაკი აქვს ჩემს მანქანას ავარიულების გვერდზე და იმაზე უნდა მიეჭირათ და ვერაფრით ვერ მიაჭირა სრიალობდა და საბოლოო ჯამში მეგობრებო მე გოგამ მოიფიქრა გადაღუნა ეს დიდი სინა და მარჯვენა მხარეს წინა მარჯვენა მხარეს მანქანის გასაღები ანუ შიგნიდან ანუ მანქანა რო გააღო რუჩკა ეგ რუჩკა გამოწია ხალხო და გაიხო ხო მე ნათია მოვიდა ჩემი ძველი ნაცნობი მეგობრებო ძალიან მაგ кайხანია ეს გოგო არ მინახია მაშინ ბოლოს რომ ნახე პრავა არ მქონდა აღებული საიდან გავიჩით აქან არ ვიცი მიცნო გადმევიდა ამ გოგომაც ჩალიჩა მე კიდე საბას კლასელის დედიკო გამოიარა იმან გააჩერა მოკლედ იმდენი ნაცნობი ვნახე დღეს მე მონიკამ გააჩერა კიდე აქ ერთი კაი გოგო მუშაობს მაგნიტში მაგასაც ჩაროლეტი ყავს მაგის ჩაროლეტის გასაღებით ვეცადეთ და ვერც მაგითინაც ვერ გავახეთ საბოლოო ჯამში სუპერმენმა გოგამ გვიშველა და გააღო მანქანა და ამოქექი და ბაგაჟნიკში იყო გასაღები მე მეგობრებო წავედით სახელოსნოში რომ მეყიდა ეს ტორმუზის ბაჩოკი ამ კაცმა ვერ გაიგო რომელი ბაჩოკი მინდოდა და დაურეკა იმ ხელოსანს რომელმაც მითხრა რომ ეს ბაჩოკია გასაკეთებელიო იმან უთხრა რომ ზუსტად არ ვიცი მაგია თუ რა არის გასაკეთებელიო მე ერთი კვირა არ მცალიაო მე ამ კაცმა მითხრა ასე ტყილა ხო არ გაგატარო არ დაგახარჯო ფულიო და წადიო ჯერო ვაკუუმის ხელოსანს ანახეო და ვაკუუმის ხელოსანი რა ნაწილსაც გეტყვის მოდი და გაგატანო მივედით ვაკუუმის ხელოსანთან და ვაკუუმის ხელოსანი ორი დღე არ იქნებაო ხუთშაბათი პარასკევისთვის იქნება ნომერზე საღამოს ან ხვალდილას დოურეკავ და ჩევეწერები და ვეტყვი და მივიყვან პარასკევს მანქანას მაგ ვაკუუმის ხელოსანთან მინდოდა ავსულიყავი იქ ნიკიაზე შევროლეტებია კიდე მაგრამ ვაი და იმგენმა იქანა სხვა რაღაცა გააკეთონ და რაც ხა იგი და რაც ხა იგი მირჩენია ეს ორი დღე დეველოდო ამას იმიტომ რომ რა ვიცი ახლა ისეთ ადგილზე არსად არ მივდივარ თა რო გითხარო ასე ძალიან საჩქაროა თქო არ არის ტორმუზი ჩვეულებრივად იჭერს უბრალოდ როცა გაგრილებას ვრთავ მანქანაში კონდიციონერს რო ვრთავ მაშინ აღარ იჭერს ტორმუზი კარგად მაგრდება და დისტანციურად უნდა იარო ძალიან და ეხლა ეს შენი ჭირიმე მაგზე არ მინდა ხო და მე რაღაც ასე წევედი ბორბლის გამოსაცვლელად გამოვცვალე წინა ორი ბორბალი დავაყენე ზაფხულის ვიყიდე ორი ცალი უკანა ბორბალი 1.55 ღირდა და 100 ლარად ვიყიდე ორი ცალი ბორბალი ზაფხულის ორი ცალი წინა მქონდა დავაყენე ეს 4-ვე ბორბალი და ჯამში 150 ლარი გადავიხადი 100 ლარი ბორბლის და 30 ლარი დაყენების და აწყობის მე მევედი მე ამევიტანე ეს ბორბლების სახში მე დევიბანე მე დავალაგე და ვზივარ ახლა აქ და გიყვები ამ ყველაფერს მეგობრებო ყოველ დღე ასეთი რაღაცები მემართება სულ ასე ვარ მე საბას კლასელის დედიკომ დამპატიჟა გევიდეთო ხვალეო სადმეო სუფთა ჰაერზეო და კაი მე უთხარი ხვალ ხო დღეს არ ცალია თქო ბენვე ყავთ მეგობრებო მე ხო ბენვე არ მიყვარს მაგრამ ხო და მოგეთ ესეთი თემები მეგობრებო რა ვიცი და მე ვედი დარცოცხალა სახში და ახლა ის გავგვირდი და რაღაც ცოტა მე ვედი აზრს საშინელი დღე იყო კიდე კაი ორშაბათი დღე არ იყო რომ ეს დამებოდებოდა მთელი კვირა სამშაბათია და მაგი მახარებს რომ სამშაბათი იყო ის და გავიწყდა მანქანაზე უკანა ფანჯარა არის პატარა იმის სამხაბარო თქვი მაგი თქვი ჩასვა მე ყველაფერი გოგაია მუკან ესენი რაც გამეიწია მანქანა მაგნაირი მეორედ დამემართა პირველად დამემართა იგი ჩემი ბრალი იყო მანქანაში ჩავტოვე გასაღები და შეიკეტა მანქანა დედაჩემის პანაშვიდს
და ის რა ქვია, ასე გამოწია კარები, მაშინაც იქ მაშინ შემონათესავმა დამეხმარა და ჯოხით კი და სინით ამოვიღეთ ეს გასაღები და ახლა ვაფშე ბაგაჟნიკში. კიდე კაი ორშაბათი დღე არ იყო და კიდე კაი ეს ყველაფერი არ დამებედა მთელი კვირის მანძილზე. აღარ ვჩივი არაფერს. ეხლა კიდე ავდგეთ და წევიდეთ და ამევიტანოთ ის ჭხრები და შევუწვათ ბავშვებს და ვაჭამოთ, იმიტომ ძალიან მოეწონათ ის ჭხრები ამდენს და იმედია კიდე იქნება დარჩენილი. აქციაში იყო გუშინ და კაი გაცო, ფრი რა თმინდა, ეხლა კარტოფილია ეგე. არაფერი ფრის არ წამევიღე, ფრი ძვირი ღირს. იმ კარტოფილით ხო ეხლა ფრის ყიდვა უაზრობაა უკვე. მაგას შუბის შევწვავ ეგრე და შეჭამი. თუ კარტოფილი გიდები, ფრი არა იხვიგეთ, ხო მე დაგიხეს ფრი. ეკონომია, დედა, ეკონომია. Svin მეგობრებო და წავედით თურქულ მაღაზიაშიც წავიდეთ თმის სპრეი მინდა რომ ვიყიდო გამაფშიკინებელი თმის რომ აი ესე გადავიწიოთ, მაგრამ ასე არ იყოს. გამიშრათ მოგითან. ხო და წავედით ახლა თურქულში და მაგნიტში შევიდეთ და ვიყიდეთ ამას ამიგეს ის ნაკეთები. რა გინდა? ხო, გადაკეთე და მოვალ უცებ სახლი არ დაინგრეს. ის უყარხარ. აუ მიდი 5 ლარიანი მომეცი იქ და საცხობიდან პუს წამოვიღებ. კარადაში ჩავდები და პირველ უძრაშია კარადაში. 5 ლარი მომიმართ საცხობიდან პუს წამოვიღებ. ვერ ნახე? მადლობა. წავედი და მოვალ უცებ. მეც გამოვიდი. ჩემი პიპუკელა ეგერადი და რა მაწვალათ ეს აგლი მამა. მაგარი დაწავედით. ხუში შევიდეთ ჯერ. თურქულში შესვლა წასვლა უფროსად, მაგრამ წავად. და რაღაც ამანის ვითხრა ფრიო. არე მაგერ ფრის უყიდი იქან. საცხობ ვიყიდე. მზაფრი ყოფნაში. აუ ის საცლეს მომიგვახსენ საცხობია. აი მოსმენები. სიმინდი მეყავს სანამ კიდე მოვასწრებთ. სიმინდი რა ღირს? ხო, კაი მეცადე მოვალ. მოხსნი ფულს 5 ლარი მაქვს მარტო და იქან TVC-დან თუ მოხსნი. ვიყიდ სიმინდს. ბარათი არ წამომიღია და ტელეფონს დავადებ, არის ტელეფონი თუ მეიხსნება. ვიცი გადევიდეთ მოვსინჯოთ თუ მეიხსნება. TVC-დან ტელეფონიდან არ ვიცი. დავადებ იმ ბარათის ნიშანს და 10 ლარს მოვხდი და ილარიას წავიშვით. ლარიას სიმინდს. მოხაშავ სიმინდი მოსწრებენ. ილოცოთ ახლა რომ მოიხსნას. აგერ არის და დავადებ ბარათს და აგერ არის TVC. თუ მეიხსნება, თუ არა და რა ვუყო ახლა აქ დავადებ იმას ტელეფონს. იქნა გოგო. კაი 10 მოვხსნათ. ქნა თახის მიღება. ის ტელეფონი დავადები რა და ქნა. Yes, სიმინდი გვაქან. 10 წალი. ბალე. აი. გვაღირსა. მაგრამ ჯერ თურქულში შევიდეთ. ეგერ თურქულ. მოვედი თურქულში. შევიდეთ აბა. კაი, მოდი ნახოთ. აქ არის მაგენ. აქ არის. თბის სპრეები. ესენი არის, აი ესენიც არის, მაგრამ ეგენი კაფე არ მგონი, კაფე არ მინდა. მოიცადე ესენი. ეს აუ, აქეთ. ისა, ესენი თმისის ხო არის? ანუ კაფე ხო არ არის, პირდაპირ ხო, კაი, მადლობა.
კაი, ეგი და სხვა რა ვიცი. თეკლამის რო გააფუჭა იცი? უცი ლარგოს, მენანება. აი, შევ ეკიდებს. სამაგრი. აი, всё, არ მინდა მეტარი. всё, ხო, თბისი. მეგობრებო, თმის ლაკი. და წავედით ახლა საცხობში პურს ვიყიდი. იმ სიმინს ვიყიდი, ლარიან სიმინს 10 წელს. მაგნიტში ის ფრის ვიყიდი კიდე იქანა. მზაფრის, აგერ საცხობში შევა. და მე მაგნიტში ის ჭხირები კაცმის და ვაი დედაბიდო, დავხარჯე მანქანის. აი ნემაში. სუპერმენა. და წავედით სახში მე და მე დღეს გადმოვხილე აღარ ვარ, დათო გადავაგდე. რა ვანებო თავი ერთი. წავიდეს ხო. აქ ვარ მაინც მაგის ის სასაფლაო რომელიც ვისაკი. დააწეს ხო. ამ საცხობში ხანა ფრი უეჭველი უნდა გქონდეთ. შევიდეთ ნახოთ იმედია. აი რა სიცხე არის, რომელ კიდე უნდა გადევულო წყალი. არი კი მეგის. გამარჯობა. ვიყიდე. 5 ლარის იყო თუ რამდენი? 4 და 53. ფრი. ხელია, არა, ხელი არა, მაგარი. წავედი ახლა სიმინდი და პური. ეცე. ეს საცხობ. გამარჯობათ. პური მინდა ერთი ტყუპი. მაგის სიმინდი. მაგის საგენ. მოვედი სიმინდი მინდა. აი, რა კაი სიმინდი. 10 წალი მომეცი ლარიანი. პური. აკე. მადლობა დიდი. კარგ. სე. ვიყიდე. იმ გოგომ მომწერა ეხა ბიუჯეტი რამდენი გაქვს ბათუმზე. რომ მივდივარ ხო მოგიყევთ გუშინდელ ვიდეოში. ხო და რა ვიცი ხა ბიუჯეტი რამდენი მაქვს, რა ვიცი, ბიუჯეტი ვაფშე არ მაქვს ვინის. მამენ. მაგრამ რა შეფოცა და მithibra ხა შარშან არ ვიცი რამდენი 5 დღე ვიყავი შარშან, მე მგონი თუ 4 დღე იმ კონკრეტულ ბინაში და არ მახსოვს რამდენი გადევიხადე და რა ვიცი ხა რამდენი მაქვს ბიუჯეტი 5 დღეში, ანუ 80 ლარი დღეში რო ასე რა ვიცი. ამიტომ რა ვიცი, მითხარ შენ თვითონ ტოვებ. თუ არ მომეწონა ფასმე სხვა იმას ვიდა, მაგრამ არა მომეწონა, მაგ კაი გოგო არის, კაცი, მაგ ბინა ის ბინაც კაია, თან ხო ვიცი რანაირი ბინაა და მადლობა. თუმცა რა ვიცი. ბიუჯეტი 80 ლარი დღე, ერთი დღე 80 ლარი, 5 დღე რამდენი გამოცა, არ ვიცი, 450 ლარი. აბა 500 ლარი 5 დღეში? აუ ერთი წუთი რა ესენია თუ რომელი იყო ის გუშინ წავიდე ხო? აუ ხო და 2 საათს ვიღებ, ან და 3 წუთი ვიღებ, თუ არ მაგდე. ხო. არ დაჭირდება მაგას ნაცვლად. მიშა მეცხრე თვემდეა? კაი, მადლობა. კაი. სე, ეგნები. მოვედი, მეგობრებო, სახლში. და ნახოთ ახლა რა ვიყიდე. მოკამნახე რა დახედე. თავის ხელი. თეკლა მოდი. ხა, არ იცოდა რომ უნდა მეყიდე. ნახე? მადლობა. ფრიგიყიდე. მადლობა. ეგ თურქულში, კერა და საცხობში. ეგი თურქულში, მეგობრებო, თმის სპრეია და ეს ახლა დავტესტოთ, ოღონდ 2 წუთი მოიცა. ესეთია. დიფროციუტი, რა ვიცი, აჯენდა ბატერია. 5 ნახევარი ჟერდა, სუნიკი აქვს საშინელი. ასევე პური. ხა მომწრა ვიგები გამომწრა პური. და მაგნიტი. მაგნიტი არა მანამდე.
Simindy 10 წელი, ხო ჩემ დიმგაცმა 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 წელია. ესეთ სიმინდები მეგობრებო, თან ნახევრად დარჩეულია, კაია. ლარეთი და ერთი. ამ სახ მოხარშავ ცოტა ხანში. და მაგნიტიდან მეგობრებო, წამოვიღე Coca-Cola, ჩემზა, იმპამის აქვს ეგ წვენი არსიკოლა. სიგარეტი და ასევე მაგნიტიდან მეგობრებო, წამოვიღე სამი ხალი ნაკეთი, თუ რაც არის ეგი თათმის ხოჭის ჭხირები. 3 წელი წამოვიღე, დღესთავდებოდა აქცია. აგეს ცოტა ხანში შევწვავ, მაგრამ ეგენ შევატი ვაქანა. შევატიე ცოტა ხანში შევწვავ. სულ ეგ იყო. შენახა რა ქენ ცეკლა იცი? ის ან დაანახები, კაცო. ეს დავტესტოთ, ეს სპრეი დავტესტოთ თმაზე. მოკლედ ნახოთ წის სარკედებიდები მეგობრებო. რო სარკეში შევიხედო და ნახტება როგორ დაამორჩილებს ამ ზედა ტანს. ნახოთ აბა. ეს რაც ბრა პატარა ის აქვს. გამოშხვილება. ეს სუნი აქ იცი? ამან რა უნდა დააფიქსიროს, გაფიცებ? აცეტონის სუნია აქ, აცეტონი არ მევასება. თან ძლიერად არ შობა. გაფჭებული წამევიღე, მესაცოდა მარა. აი. აცეტონის კი არა, ქარო 4 სული აქვს, მე მგონი. ეხა გაძლიერდა. ამ ზედა ტანზე მინდა. დაბრესა, ანიდა დაჩემიტე. რა დაბრესა ახლა მან მეგობრებო? აი როგორ მეზიზღები თან. არა გლახა არ არის. აი ესე როიც უნდა გავშეკინდეს. ხელები დამიფშიკინდა. მეცა. ამ წინა ადგილზე უნდა ბევრი. ეს ბევრი კი არ შეიძლება. ხშირად გამოყენება არ შეიძლება ამის. არა, კაი თვისთვის. მეორე სავარცხალიც გამოვიტანო. ანუ სველი ეფექტი აქვს, მე რო გაშრება აღარ იქნება. არა, ცოტა დააჯინა, კი, მაგრამ ეს თმები ისეთი უნაიროთ ამაკ გაზდილი. თუ კარგად არ დგების. აუ, ასე რა კაი, ასე მგონია გადაწეული ვაქტვა და მე უკანა. ოდის გამეზდება. არა, ეგ არა, ცუდი მეგობრებო. მე ხა იგი ქარში არ გამოგვედგება ჩვენ. მაგრამ არა, მაინც ან ეს მხარია და ხა კატასტროფულად დაუმორჩილებელი მაქვს ეს მხარე. ჰალო. მე ხა კიდე ეს ამ ძირში უნდა ბევრი და არ ესხმება, ეს კარგად არ გამოდის აქიდან. ამის ჩამობანა არ გინდა? აი მეც აღარ დავიცხამ რაც არის ეს. აი ეს. აი აუ რა კაია. როდის გაბეზდება მეგობრებო, რო შევიკრა. კაია, კაი. ძალიან ძაფრი არ არის, ანუ უცებ არ აფშიკინებს და იგი, მაგრამ ნახე, ანუ მომწონს.
ასე. ნუ იმას ჯობია ყოველ შემთხვევაში, ხო? ანუ ცუდი არ არის. არა, ცუდი არ არის. ხო რა, მეგობრებო, ცუდი. მაინც ერთად ხელები დავიბანო. დააწეპოიანა ყველაფერი. აი ხე ხელებს კარგად აწერეთ, ცებზე რა გითხართ, ახლა სოველია და რა ვიცი, რომ გავშიგირებს, მაგრამ აზრი არა აქვს, რო გაშრება ისევე ასე დგას, ნერე. დაუმორჩილებელი თმა მაქვს, ჩემნაირი ხასიათის თმა მაქვს. მაგრამ ნუ ახლა დიდ თმებზე და იმაზე კაია, მეგობრებო, რა ჩვეულებრივი სპრეი არის, ხა არაფერი დასაკუთრებული არა, 400 მილilitrია, შინან ნახევარი ლიტრია რა. ასალე ხელი შევიბანო. ხო, აი ესე მეგობრებო. წყალი გალვა. ნამალი გალვა წყალი. ხილად ჩაყინული იყო და მოკლედ ესე ხო და რა ვიცი როგორ მე დღეს გაით გამწველი აღარ ვარ სავე ჩამევიდეს ცირს მე აღარ გავაგარით მე საკმაოდ გულავი დღეს ხო და ამას რაც შეეხება ხა რო გაშრება მე განახებ როგორ დადგება ხო რო გაშრება უფრო წამოვა რა ეს არა ჯერ არ მორჩილდება ჩემი ლამაზი თმები მაგრამ ნუ მაინც კარგია ხოჯობია იმას რაც იყო ასე რო იყო ამდგარი იმას მაინც ხოჯობია თუ არ ჯობია თქვენ ეს აი ეს არ ჩამოვარდეთ ახლა ერთი თუთი არ ჩამოვარდ მოკლავ აი ეს ამგეში გავსიგინა ის გვერდებს ეს ამას ასე ხო შობოდი ზემოთ და მაინც ასე წამევიდა გვერდზე მოკლედ სულ ეგ იყო მეგობრებო სხვა მეტი არაფერი ეხლა ვისვენო და დაგიბრუნდებით ცოტა ხანში ისევე აი ეგ გაშრა და ეწამევიდა ისევე აზრი არა თქვა დეუნები არა დაღამდა მეგობრებო დაღამდა კი არა გადაღამდა ბოლო გადაღებიდან შევწვი რამდენი ხნის უკან ის ქათმის ჭხირები ვჭამეთ მოიხარშა ის მიდის ვჭამეთ ლაივი მქონდა ჩართული კიდე ახლა გამეთიშა ბოდიში გადაღება ახლა გავთიშე ლაივი ძალიან დიდი მადლობა ყველას მეგობრებო კაი კომენტარებისთვის ლაიქებისთვის საჩუქრებისთვის ჩარიცხვებისთვის უზომო მადლობა ყველას ძალიან კარგი ლაივი იყო დღესაც ძალიან გამახარეთ და უზომო მადლობა ეს ყველა ცალიცხის გავფინე მეგობრებო გარეთ ახლა უკვე ჩამოხსნის დრო აქვს მაგ სარეცხს და ვიდეოებს ვდებ და ვიუნდევიძინოთ მასაც შეეხება ასეთ სტილშია სველი არ არის მიმახმა და გაფშეკილია ახლა ეს უნდა ჩამოვიბანო უნდა შევიდე აბანოში თუ არ დავიბანო თავი შეიძლება არ დავიბანო იყოს ასე ხვალ მაინც ასე უნდა გევიკეთო მაგრამ ხვანდელ დღის გეგმა არ მარტივია ხო დაიბან და ხვალ ისე ვიზამ მე გავგვიდებით რომ მაინც უნდა შევიდე ძალიან დახუპილობა სახში იწვის ყველაფერი რა გეგმა ხვალისთვის რა ვიცი ხა სოფელში მინდა წასვლა მაგრამ რამდენად წავალ მაგი უკვე არ ვიცი სხვა მეტი არაფერი არ ხდება ჯამში დღე არ იყო კაი საღამო კაი იყო ლაივი კაი იყო მაგრამ დღე იყო ძალიან თარსი დღე იყო მანქანის თემები მთელი თემები მოკლედ არ იყო კაი დღე და კიდე კაი ორშაბათი არ იყო რომ არ დამებედა ეს ყველაფერი ორშაბათ დღეს და სამშაბათი იყო ბავშვები აგერ არიან მოდით დაევშვიდობთ ბავშვებს ხო დაინგრა ამ საწოლს ამ ორ საწოლიან იმას მალე ჩამოამტროვენ ეგენ ამას ჩამეიხებენ მალე ბოლომდე დროები ჩამოგიარდებით ხვალიდან ნუ გადაგემშვიდობენ დაინგრათ ხო ბიჭო რას ადიხარ კი აზანზარებ ყველაფერს საბას იდეალურად გამოდის ჩემს ნერვებზე კაიფი მაგრა კაიფობს
აგერ არის არ შეჭამეს მე რაც შემიძლია ჭამი აგერ არის კიდე 10-ვე მომხარშე იმიდან ჭხილებიდან ეს დარჩა სახლი ასე თუ ისე რა ვიცი დალაგებულია მეგობრებო დაანგრიეს ლოგინი პროსტ დაღამდა გარეთ კი არის ეს სივრილე მაგრამ სახლში არ დახუთულობა ძალიან ავედი მეგობრებო ეს რა ქვია ფილმის ყურებას ვაპირებ ჯერ არ ვაპირებ დაზინებას რაღაცები ყრია ქვემოთ ლოგინზე ნუ დახტუნაო ქალო 100 ჯერ დავალაგეთ ხეს ლოგინ და კიდე ზირსხლია ყველაფერი გავგიჟდი გავსულელი წავალ ვაფშე სახლიდან აღარ შემილია დევიღალე მართლა რა პირ დევიღალე იცი აგერ მაქვს უკვე რა უბედურება ეს კაცო ძილის სამას ხუხავ ახლა მაგრამ სანამ დევიზინებ ფილმის ყურებას ვაპირებ ბოროტი მიცვალებულების წვა თუ დაწვა თუ დედის ხნა მაგას რა ვიცი ასეთი სტილის სათაურია 2026-იანია ვუყურებ მეგობრებო დღეს შემკვდა TikTok-ზე მონაკვეთი და ძალიან მომეწონა და ღირს ყურებათ მე მგონი და უნდა ვუყურო მაგას ვუყურებ დავწობი დევიზინებ წამარს დავლებ წინასწარ ეს წამალი მაინც 1 საათი არ მოქმედებს ჩემზე და 1 საათი მოვასწრებ იმის ყურებას ხო და ამას წყალი არა ვაი ჩემი ცოდვა ჩავასხი ხო და მაგას გავაკეთებ ახლა ვუყურებ ფილმს დაგიგდებით ხოლმე გეტყვით როგორი ფილმია გირჩევთ მე თქვენს მაგრამ აღწერას თუ დაუჯერებთ ასეთი უნდა იყოს და ასეთი ბარილის ზემოდან კი რა შაქარი ხო და რა ვიცი ვნახოთ წავედი მშვიდობიანი ღამე ბედნიერ დილა უზომო ყველას და მეგობრებო მე დაგიგდებით ხოლმე მაგრამ მე თქვენთვის ვიდეოში არ მომიყოლია ეს ფშხადი როგორ დავკარგე ლაივში თქვი გუშინ ვინც ხამ შეავჩინე და იმას უთხარ აფშხილი დავკარგე ანუ აფშხილის ისტორია ხო იცი ახლა სხვაზე რო ვიყავი ხო იცი ლიგარი რო დამაშდა შეიძლება და ქვევი და როამ და ხო იცი მაგრამ ხო არ უყვარდა ხილი გუშინ წინ მე სიკვდილი გევიარე არ თქვა ტუალეტ შევედი რო გამოვდიოდი კარები ხომ მოვხურე არ ვიცი რანაირად მოვახერხე რომ ეს ფშხილი კარებში მომყოლოდა აბანოს კარებში მომყვა გადამჯვრა და ოდნავ დარჩა აქ ხორცთან ჩამოწოწიალებული მთლიანი ფშხილიანი ასე ჩამოწოწიალებული ავთხლიზი ასე მეგობრებო მეთქი ეს რა ტკივილია ბოლომდე მივაწობი თქვა და ესე იგი სამი დღე გავიდა და უკვე მევიდა ცოტა ფშხილი აზრზე ასეთ აზრზე არ იყო მეგობრებო ეს ფშხილი აი ეს ხორცები ყველაფერი წეიღო რა აი ეს იყო ჩემი ფშხილის ისტორია რომელიც მომძვრა ეს მაიკოს ბრალერანაირად ესაც ჩემი ბრალი არ ვიცი რა მოვახერხე ეს ყოველივე მაგრამ მე ყოველთვის ასეთებს ვახერხებ ამიტომ არ მიყვარს აი მაგას ხამიდოდა წავედი მოკლედ გაკოცეთ ბევრი მადლობა კიდევ ერთხელ რა ვიცი გათენდეს ხვანდელი და ვნახოთ რა მოხდება იქნება და აგრილდეს და იქნება წვიმადე იწყოს და იქნება ცოტა აგრილდეს ვრი ახალ შემილია ისე მეკვრის სუნთქვა კეფიცების საფხული აღარ მინდა სასტიკი სიცხეები არის ხალხო ისეთ მე არ ვიცი თქვენ ქალაქებში როგორი სიცხეებია მაგრამ ქუთაისში ისე ცხელა გეფიცები მართლა ზამთარი მირჩევნია ამ ყველაფერს მშვიდობიანი ღამე ბედნიერი დილა კიდევ ერთხელ დროებით და დაგიბუდებით მეგობრებო ხვალიდან წავედი